ლამაზუნები. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხარ? ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ, ბედნიერი შაბათ-კვირა. ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორზეც ვოცნებობთ. მეც და თქვენც. ეს კორკოტობა ყოფილა და დამიგროვდა გერდილაუთენია მეზობლებმა შემოგვაწოდეს. ამის სახეს ერთერთი წუთი ასე მკვდარივით დეს, ზუსტად ამ პოზაში. იქნებ ვაჭამოდი. კოკო. რომელი საათია? 11 საათი ხდება. ყავილები მივიღე საჩუქრად. დღეს. ესეც საჩუქრად მივიღე. კაი ვიდეოები რო გადაიღოვო. ნახოთ როგორი ფეხი ექნება. ეს რა მოაფიქრა ეკი მართლა. კარგი ვიდეოები რომ გადავიღო და ლამაზ-ლამაზი და რომ არ მოგაწყინოთ. რა ცოტა ყოფილი ზოგადად ქალებს. მე არ მგონია რომ მსგავს ვიდეოებს მამრობითი სქესის წარმომადგენლები უყურებდნენ. არ მგონია, მაგრამ მაინც ვიტყვი. ყოველთვის გააბედნიერეთ თქვენს გვერდით მყოფი ქალი. თუ კი გინდათ ეს ადამიანი იყოს თქვენს გვერდით. ბევრი არაფერი არ უნდა ქალის გაბედნიერება. ესე როგორც ქალის წყენას. არაფერი არ ჭირდება. სულ მცირედი ყოფნის, ასევე გახარებას მცირედი ყოფნის. მე რომ გაითვალისწინეთ ბიჭიკაებო. შავალაგოთ ლარნაკში. დავშალოთ. ესეთი ლამაზია. დასაშლელად მეწოდება. მე აზრი რომ გითხრათ ეგრეთ წოდებულ სიყვარულის დღეზე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა. რადგან მიმაჩნია რომ სიყვარული არც ერთი დღით იწყება და არც იმ ერთი დღით მთავრდება. მაინც ყურადღება ყოველთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენთვის ქალებისთვის. ერთი სიტყვა, ერთი ყვავილი, ზრუნველობის გამოხატვა და საერთოდაც იმის გრძნობა რომ შენ მეორე ნახევარს ახსოვ ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მამაკაცის ნებისმიერი საქციელი იქნება ეს კარგი თუ ცუდი, პირდაპირ ამჟღავნებს მის დამოკიდებულებას მისი ქალბატონის მიმართ. ისე რომ ვაჟბატონებო, თუ კი ვინმე უყურებთ ამ ვიდეოს და მისმენთ, ნუ დაგეზარებათ და ნუ დაგენანებათ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გახარება და გაბედნიერება თუ კი ის ძვირფასია. და გახსოვდეთ რომ რამდენიც არ უნდა გააკეთოთ ქალისთვის, მას შეუძლია 2-ჯერ, 3-ჯერ და შეიძლება 5-ჯერ მეტის დაბრუნებაც ხურდაში ბევრი თვალსაზრისით. სხვათა შორის სულაც არ არის საჭირო ამ ყველაფრისთვის მაინც და მაინც რაიმე კონკრეტული თარიღი. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ცხოვრება არც თუ ისე იავარდით მოფენილია და ყველას ერთნაირად არ ულხინს და პრობლემებით სავსე დროში ვცხოვრობთ, ის რამდენიმე დღე მაინც გამოიყენეთ წელიწადის განმავლობაში. შეგვიძლია გემრიელი ყავა მივირთვათ. როგორც ასეთი სიყვარულის დღე და რაღაც ყველა დღე სიყვარულისაა, როცა გიყვარს და პატივისცემ ზოგადად. მაგრამ თუ რამდენიმე დღეა წელიწადში, როცა ქალების უმრავლესობას ჩუქნია, ხო? ყოველს თუნდაც ერთ ყვავილს, ერთ ვარდს, ერთ ტიტას არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს. ეს შენ სკვერდით მყოფ ქალს რატომ არ უნდა ქონდეს? მაგრამ გითხრათ რომ ყოველ წელს და ყოველთვის და სულ მუდმივად მიმიღია მეთქი, ახლა მოვიტყუები, რა თქმა უნდა, არა. თუმცა დრო იყო რომ ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ჩუქნიდა ხოლმე. შეყვარებულობის დროს სულ ჩუქნიდა. სულ არ ჭირდებოდა მის დღე არაფერი. სულ მუდმივად ჩემ ლარნაკში იყო ყვავილი. მე რაღაცა ეიშვა რა თუძიანი ზიაბლატავება უნდა ორჯერი ვიყიდე იმის საერთოდ გემარა ხიბი ძალიან მიყვარს თუმცა აი ხო იტყვიან ხოლმე თუ მოგშიგდება რაღაცა თუ მოგინდება რაღაცა ტკბილი შეჭამე ხილი
თუ ეს ხიდი არ გინდა, ესე იგი არ გინდა კაცო ეს ტკბილი. ბიჭო, ვერ მინაცვლებს ვერაფრით, ახლა ვაშლი ჩიზკეიქს მაგალითად. ვერ ჩამინაცვლებს ვერც ატამი და ვერც აზამთრო. აი რანაირად. ის არის, ეს არის. ჰეიმში გავყვანძე. მე რომ გადმომივიდა და ორი თვალი იქ მქონდა. ზოგადად ძალიან მიყვარს ტკბილი. გიჟდები. მგონია რომ ისეთ ტკბილი არ უყვარს, არც არასდროს არ აქვს არანაირი ზედმეტი კილოგრამის პრობლემა. რო გითხრათ რომ ჩემ კილოგრამებს ძალიან განვიცდი იმეთი მოგატყუებთ ეგ ყველა ცნობილი ფაქტია. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი კილოგრამი მაქვს ზედმეტი. თუმცა არ ნიშნავს რომ არ ვაკონტროლებ აუცილებლად, იმიტომ რომ მიუშვა. აი მე ისე გავხდები 90 და 100. ისე გავხდები. ჩვეულებრივად. მეტიც. ამიტომ რაღაცა პერიოდულად ვაკონტროლებ ხოლმე. და ცოტა აბა ეხლა 1-2 კვირა თავი ხელში აიყვანი და თავის ხელში აყვანა რას ნიშნავს? რომ უბრალოდ 6 საათის მერე არ ვჭამავ. 18 საათიანს რო ეძახიან ხოლმე. რეალურად ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს ეგ. საღამოს უკვე რო ჩავუჯდები და აბა მზეს უმზირა და აბა ეს და აბა აი მაშინ მინდება ყველაფერი ღამე რომ მოვდუნდებით, ანუ ყველა რომ მოვგროვდებით ძალში, აი ყველაფერი რომ გადაივლის და ეს ხდება 9-ზე, 10-ზე და 11-ზე და 12-ზე. პირველზეც. ხოდა ხა ამ დროს რო რაღაცას შეჭამ, შეგერგება რა იქნება. როგორც კი ავკრძალავ ხოლმე, თან ისე მარტივად ვიკლებ. მხოლოდ მაგით, ანუ არც არ ბრძალავ, არც სომზე რაც არის, რაც შემხდება შევჭამ 6, აი 12-დან 6-მდე, 11-დან 6-მდე, ან 12-დან 7-მდე ესე რა დაახლოებით. მინიმუმ 16 საათი მაინც რომ გამოვიდეს ხოლმე. აი მე კომენტარია ვიღაცის YouTube-ზე. თქვენი კომენტარები ძალიან მიხარია. ძალიან სიამოვნებს. თავარია 16 საათიანი შუალედი გამომივიცა მაქსიმალურად ხანგრძლივი და უფრო ღამე არ მომიწიოს ხოლმე. სიგამხტარი არც მინდა და აღარც აი ვერაც წარმომიდგენია საკუთარი თავი მიუხედავად იმისა, რომ პირველი 25 წელი ცხოვრების ვიყავი ძალიან გამხდარი. ნახავთ ძველი და ტყავი არასდროს ყოფილი ვარ, მაგრამ გამხდარი. 55-56 კილო და 52 და ესე 14, 16 ვიყავი მაქსიმუმი, 56 კილო გავთხოვდი 12-17. 15 კილო კი დაბაყოდებოდა. ავედი. და იმ მშვიდობებით. დაი მოიწყინოთ.